მოკლედ ჩვენ მორიგ რუბრიკაზე გადავდივართ. ლევან დავითაშვილი, ოთარ დანელია, შალვა ფიფია, ჩემთვის შაკო ფიფია, დავით კირვალიძე. ეხლა ნუ დაიბნევით, ეს ხალხი ნამდვილად არ გახვალთ ჩვენი თანაწამყვანები. ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯამში, ასე ვთქვათ, 4 ყოფილი და მოქმედი მინისტრები, არც მეტი არც ნაკლები ჩვენმა თანაწამყვანმა, სწორად უწინასწარმეტყველე ჩვენი წამყვანი გახდება მეთქი და ცოტა მეტიც გახდება. ეს უკვე ჩემი პრობლემაა, რატო პროგნოზირებ ამას. რუბრიკისთვის საქმიან დილაში ნინო ზამბახიძე მოუყარა ამ პატივცემულებს თავი. როგორც ეს მხოლოდ ნინო მიცის, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენმა სრულფასოვანმა წამყვანმა და სიტყვების დასტურია ისიც, რომ ნინო ზამბახიძე სტუდიაში აღარ არის. აქაურობა სრულად აითვისა, აღარ ყოფნის ზოვრეთის პირველ ნომერში არსებული ჩემი აზრით ძალიან კარგი, კომპაქტური და მყუდრო სტუდიის, ასე ვთქვათ, აურა და არც მეტი არც ნაკლები გადაინაცვლა ჩვენს გარე სტუდიაში. ეხლა პირდაპირ გვერდება თუ არ ვთები ფაბრიკიდან, მე მას მივესალმები, ბედნიერ და წარმატებულ დღეს უსურვებ და არც მეტი არც ნაკლები, ქალბატონებო და ბატონებო, საქმიანი დილის თანაწამყვანი ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე. გისმენთ ნინო. დილამშვიდობისა, გიორგი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მართალი ხარ, დღეს არასტანდარტული რუბრიკა გვაქვს. ჩართვა გვაქვს ფაბრიკიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ახალგაზრდებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, შესაბამისად ჩვენი ფერმერების გამოფენა გაყიდვაც ხოლმე ხშირად აქედან ხდება. შენ როგორც აღნიშნე, მე ვეცადე არა მარტო ჟურნალისტობა, არამედ ესე ვთქვათ, რუბრიკის წაყვანა, თანაწამყვანობა, არამედ ჩართვაც და შემდეგ უკვე სიუჟეტის მომზადებაც, მაგრამ რომ არა თათია ჩაფიჩაძე ნამდვილად ჭირდებოდა ამის გაკეთება. შევეცადეთ მინისტრებს შევხვედროდით 2016-17 წლის პროგნოზი, შეჯამება, ყველაფერი ერთად გაგვეკეთებინა, მოგვეყარა თავი და მოდი ახლა ჯერ პირველ რიგში ვნახოთ რუბრიკა. ნამჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, უკეთესობისკენ მიდის. დარგში არსებული სიტუაცია და ეს ყველაფერი თუ შენარჩუნდა და კიდევ რა თქმა უნდა მას დაემატა ნოვატორული მიდგომების ახალი ხედვები, რომელიც ყოველთვის აუცილებელია, ყოველდღიურად არის აუცილებელი იმისთვის, რომ განვითარდეს ნებისმიერი მართულება, მათ შორის სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტი წარმატებები იქნება. მე მოხარული ვარ ხედავ იმას, რომ ის ცვლილებები, რომელიც განხორციელებას დავიწყეთ 2012-2013 წლებში, კვლავ ხორციელდება, ის ტემპი არ დაკარგულა და პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კვლავ ძალიან ბევრია დარგში. თუმცა იყო მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა, ახლაც ხორციელდება და რაც მთავარია, ახალი მსგავსი პროექტების განხორციელება იწყება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2 წლის წინ ხელი მოვაწარეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე ღრმა და ყოველთვიურადღირებული დაუზბალი ვაჭრობის ზონის შესახებ ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების ფარგლებში საკმაოდ ბევრი ვალდებულება აიღო ჩვენო ქვეყანამ იმისთვის, რომ ის რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირში ვრცელდება, ასევე გავრცელდეს საქართველოშიც და ამის გასაკეთებლად საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც სამინისტროს, ასევე სხვა შესაბამისი სტრუქტურების მიერ. 2017 წელს ჩვენი კომიტეტი იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომიტეტი. არის საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პროცედურებს გადიოდა და ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ კანონმდებლობის პროექტებზე მუშაობა. ერთ-ერთი გახლავთ ვაისა და ღვინის შესახებ კანონი, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, ხელშეწყობისთვის, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, განსაკუთრებით ჩვენ გეგმავთ ევროსტანდარტების და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას აღნიშნული კანონით და მეორე ეს გახლავთ მიწის საკუთრების შესახებ კანონი, რომელიც ყველაზე სენსიტიური საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ იქნება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არ შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. მნიშვნელოვანი ალბათ აღვნიშნოთ რამდენიმე მიმართულება. კერძოდ ის, რომ გაგრძელდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები მელიორაციის და ირიგაციის კუთხით, რაც წყალუზრუნველყოფას უკავშირდება ჩვენი საავადმყოფო სამეურნეო სავარგულების. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი წარმოების ხელშეწყობის პროგრამები გაგრძელდა და განვითარდა, დაიხვეწა რიგი მიმართულებებით. ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი ალბათ ისიც აღინიშნოს, რომ ემპარტის პირველი ფაზა დასრულდა და ძალიან წარმატებით და 100%-იანი შესრულება მიიღო სოფლის მეურნეობის სამეურნეო ზოგადად ქვეყანამ ევროპელი მონიტორინგის სპეციალისტების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ექსტენსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც უკავშირდება ისევ სასოფლო-სამეურნეო ექსტენსიის კიდევ უფრო განვითარებას. მთელი რიგი დოკუმენტები მომზადდა სამინისტროში, ეს არის ექსტენსიის სტრატეგია, ეს არის სასოფლო, იგივე სოფლის განვითარების სტრატეგია და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად ჩვენ განვითარების ის მუხტი, რომელიც წინა წლებში ალბათ ჩაისახა, გავაგრძელეთ და რომელსაც ალბათ 2017 წელს ასევე გავაგრძელებთ. გიორგი, როგორც ხედავ, მინისტრები 2017 წელს სოფლის მეურნეობას, ესე ვთქვათ, წარმატებულ წელს უხადნიან, იგივე დაანონსა პრემიერ-მინისტრმა, რომ 2017 წელი ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენც ფერმერები ოპტიმიზმით ვიქნებით, განწყობილი, თუმცა ეს მხოლოდ ყველაფერი არ არის, რაც მინისტრებმა ისურვეს. მოდი ვნახოთ 2017 წელს რა უსურვეს მათ ფერმერებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა ფერმერებს. ყველას გილოცავ. ამდენ ახალ წელს განვლილი წელი ალბათ ზოგისთვის წარმატებული იყო, ზოგისთვის ნაკლებად, ზოგისთვის ალბათ წარუმატებული, მაგრამ სოფლის მეურნეობა მუდმივად ესეა. აქ ყოველთვის არის პრობლემა. ამიტომ პრობლემამ არ უნდა შეგეშინოთ. ეს არის აქ თავარი. ყველა ეს ადამიანი მიწასთან სიყვარულით ურთიერთობს, ყოველთვის აღწევს წარმატებას. ეს წარმატება იმდენად დიდი სიხარულის მომტანია. განსაკუთრებით ახალგაზრდა ფერმერებს მინდა უთხრა, პირველი მოსავალი, რომელიც თქვენი ხელით იქნება მოწეული, ამ სიხარულს ალბათ ბევრი რამ ვერ შეედრება. ამიტომ ყველას გაქვს წინა სიხარული, ვისურვებით, რომ სწორედ აი ამ სიყვარულით გაგეგზელებინათ ის საქმიანობა, რასაც აკეთებთ და რაც დაიწყეთ და წარმატებები ნამდვილად იქნება. მე ყოველთვის თქვენ გვერდზე ვიყავი და მიგულებ თქვენ გვერდზე ყოველთვის. მივეცოვნები ახალგაზრდა ფერმერების გამოჩენას დარგში, რადგანაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი პრობლემაა დარგში, რომ სამწუხაროდ საშუალო ასაკი ფერმერები საკმაოდ მაღალია. პირველ რიგში მივულოცავ ჩვენ ქართულ ფერმერებს, აგრობიზნესში ჩართულ ადამიანებს ახალ 2017 წელს, უსურვებმა წარმატებას, მეტი ცოდნის მიღებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ქართულ სოფლის მეურნეობაში იმისთვის, რომ ჩვენი ეს დარგი იყოს კონკურენტული მსოფლიო მასშტაბით. ფერმერებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფერმერებისთვის, რომელსაც თქვენ პირადადაც ძალიან ახალი ისეთ მნიშვნელოვანია мотиваცია, სტიმული, წარმატებული მაგალითები, იმ განათლების მიღება, რომელიც აუცილებელია დარგის განვითარებისთვის, ტექნოლოგიების შემოღება, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა მიუხედავად იმისა, შეიძლება ეს შეხედვით იყოს საკმაოდ კონსერვატული დარგი, საჭიროებს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ჩარევებს კონკურენტუნარიანობისთვის, ხარისხისთვის და რა თქმა უნდა ეკონომიკური მაჩვენებლებისთვის. ამიტომ მე ვუსურვებდი მათ, რომ არ დაეკარგოთ სტიმული, მე ვუსურვებდი მათ, რომ ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფომ დაიწყო, მაქსიმალურად აეთვისებინოთ და გამოიყენებინოთ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი რეგიონში სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან დიდი არის საშინაო დავალება, ჩვენ ყველამ ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ. მე რა თქმა უნდა კომიტეტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ ყველა ფერმერის ხელშეწყობისთვის. მე მინდა უსურვო ძალიან წარმატებული წელი, მე მინდა უსურვო მათი გეგმების და ჩანაფიქრების, სურვილების, თუ გინდათ ოცნებების ასრულება 2017 წელს. მე მინდა რომ ისინი იყვნენ ძალიან ბედნიერები 2017 წლის ბოლოს და თავიანთი შედეგებით გაოცებულები, ანუ მათ მოლოდინს აჭარბებდეს მათი შედეგები 2017 წელს. როგორც ხედავთ, მინისტრების სურვილი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მოდით ვნახოთ, რას ისურვებენ ჩვენი ფერმერები, რომლებიც ეხლა პირდაპირ ეთერში ჩვენთან ერთად იქნებიან, რა უნდათ მათ რომ მოხდეს 2017 წელს. მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. თამთა შენით დავიწყებ, რა გინდა რომ 2017 წელს შეგისრულდეს? მეტი ინვესტიცია, განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. პაპუნა შენ? მე ვისურვებდი პროფესიული განვითარებისკენ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებებს და ინიციატივებს საქართველოში. შოთა შენ? მე ვისურვებდი აღორძინებულ და აყვავულ აგროტურიზმს საქართველოში. შენ? მე ალბათ იაფ რესურსებს დამწყები ბიზნესებისთვის. ხა შენთან გათმოვალ? სასოფლო სამეურნეო ტექნიკა იყოს უფრო ხელმისაწვდომი. შენ ოდარ? მობილური ჭერეს უკანაფშავში და ყველა მაღალმთიან სოფელში სადაც ამის პრობლემა არსებობს.
ბაიას ალბათ ყველა იცნობს, ეხლა ბაიას ვკითხოთ. ვისურვებდი, რომ უკეთესი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს ყველა სოფელს საქართველოში. სოფელში? რა თქმა უნდა, არსებობს აგრო დაზღვევის პროგრამა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს პროგრამა იყოს უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი ფერმერებისთვის. თამუნა, შენ? მე ვისურვებდი სეტყვის დამცავ-ბადეების მოწყობას ვენახებში. შენ ჯემალ? ვისურვებდი, რომ საოჯახო მარნებიდან მცირე საწარმოები უფრო მეტად წინაპრანზე იყოს წარმოწმული. ბატონო ბეკა, თქვენ ბრძანეთ ეხლა დაასრულეთ აბა ფერმერების სურვილი? ვისურვებდი უფრო მეტად გაუმჯობესებულ ჯიშებს საქართველოში, როგორც მეცენარეობაში, ისე მეცხოველეობაში, უფრო მეტად შემცირებულ ჩვენს დანახარჯებს, გაზრდილ ეფექტურობას, პროდუქციის ხარისხს და მეტი ბაზრებზე შეღწევადობას ექსპორტის კუთხით და იქ კარგად დამკვიდრებას. გიორგი, კოლეგებო, როგორც ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის რა უნდათ ფერმერებს. კიდე ის ძალიან რაც მომწონს არის, რომ უკვე ხედავთ რამდენი ახალგაზრდა გოგო არის ჩვენთან. ყველა მათთაგანმა ვერ ჩამოაღწია, ესე ვთქვათ, ჩვენ სტუდიამდე, იმიტომ რომ რეგიონებში არიან. თუმცა ის რომ მინისტრებს აქვთ სურვილი, ფერმერებს აქვთ სურვილი, ამას რა თქმა უნდა დაუღალავი შრომა ჭირდება და არასდროს მომცემია საშუალება იმისი, რომ მეთქვა ვინ დგას ფერმერთა ასოციაციის უკან. ანუ ის რომ ფერმერთა ასოციაცია დღეს არის წარმატებული და ცდილობს რომ არაერთ ფერმერს, ახალგაზრდა ფერმერს გაუმართოს ხელი, რა თქმა უნდა ამის უკან ძალიან დიდი გუნდი დგას. პირველად ექსკლუზიურად თქვენთან წარმოვაჩენთ ჩვენ ჯგუფს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს ჩვენთან ერთად, თუმცა იმასაც გეტყვით, რაც გეგმავთ ჩვენ 2017 წელს. ეხლა ჩემ გუნდთან გადავალ. თამუნა ჩემი მოადგილე არის. მოდი ჩვენც უთხრათ რას გეგმავთ 2017 წელს. 2017 წელს აქტიურად ვიმუშავებ ფერმერთა სათათბიროს საბოლოო ფორმირებაზე, რომელშიც 58 მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი იქნებიან ისეთივე აქტიური ახალგაზრდა ფერმერები, რომელიც წეღან იხილეთ, მოხდება მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა მთავრობასთან ამ სათათბიროს მიერ გამოვლენილი პრობლემატიკის დასაწყევად. გიორგი, ნინო, მაგ ხონა რომ სახელი და გვარი შეიძლება და რეგალიად წარადგინო შენი გუნდის წევრების, ანუ გიორგი, გვარი და რეგალია თუ შეიძლება. მე კი ვიცნობ ყველას, მაგრამ საზოგადოებამაც რო გაიცნოს. მართალი ხარ გიორგი, ეგ ჩემი შეცდომა იყო. უნდა წარმოვიდგინოთ, თამუნათორია არის ჩემი მოადგილე, ეხლა გადავდივარ გიორგი ნონიაშვილთან, რომელიც ასევე ჩემი მოადგილე გახლავთ. 2017 წელს ჩვენ დავასრულეთ მუშაობას მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ფერმერს დაარეგისტრირდეს განათავსოს თავისი პროდუქცია ამ აპლიკაციაში და მარტივი იაფი და თანამედროვე გზით მოახდინოს ამ პროდუქციების რეალიზაცია. გიორგი, როგორც ხედავ, გეგმები ჩვენს გვაქვს 2017 წელს. ვფიქრობთ, რომ 2017 წელი ჩვენთვის და ჩვენი ფერმერებისთვის ძალიან წარმატებული წელი იქნება და ვისარგებლებ შემთხვევით, იმიტომ რომ დღეს ალბათ 2016 წელს ბოლო გადაცემა არის, უბრალოდ ჩემი რუბრიკის ბოლო გადაცემა არის. მიულოცავ ყველა ფერმერს, დამწყებ ფერმერს, მეწარმეს, სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ახალ წელს და ვუსურებ მათ ერთ რამეს, რომ უფრო მეტად ჩაერთონ ჩვენ საქმიანობაში. და ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორედ ის, რომ ჩვენ 2017 წელს გვექნება წარმატებული სოფლის მეურნეობა. ნახე, რამდენი ახალგაზრდა არის ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი შეჯამება და პირდაპირ ჩართვას აქვს ადგილი, მადლობა შენ ამისთვის. მე მინდა რომ ჩვენ კიდევ გამოვიყენოთ ჩემი და შენი საეთერო დრო ბოროტად, მიუხედავად იმისა, რომ წარგვიდგინეთ თამუნა და გიორგი. მე მინდა რომ ჯერ იმ წრეზე, რომელიც წარმოადგენს ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტს, თითეული სახელი და გვარი და ასე ვთქვათ, საზოგადოება მინდა რომ იცნობდეს თავის გმირებს და გთხოვ რომ დაასახელონ საკუთარი სახელი და გვარი და მე შენგან ხელმარჯვნივ გადავინაცვლოთ ისევ ფერმერებთან და მიუხედავად იმისა რომ მე შენის წყალობით ყველას ვიცნობ მათაც თქვან თავიანთი სახელი, აი მაგალითად აი ესე ბაია აბულაძე რომ წარმოადგენს მეღვინეობაში არის დაკავებული აი ესე, მაგრამ მანამდე მოდი მენეჯმენტი გაგვაცანი კიდევ, იმიტომ რომ ჩვენ გიორგიზე შევჩერდით და დანარჩენებიც გაგვაცანი, მინდა რომ საზოგადოება იცნობდეს ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტს. დიდი მადლობა გიორგი ამ შესაძლებლობისთვის, მაშინ თითოეულ მათთაგანთან გადავალ და თვითონ წარვადგენებ თავიანთ თავს ვინ არიან და რას აკეთებენ. დიდი მადლობა. გამარჯობა, პირველ რიგში მე ვარ ირინა საფართელაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საინფორმაციო მენეჯერი. გამარჯობათ, მე ვარ ანა ბოკუჩავა, კაბატონი ნინოს თანაშემწე. დავით მამულაშვილი, ფინანსისტი. გამარჯობა, სანდრო კუთხაშვილი, თანაშემწეს მოადგილე.
მოგესალმებით, ნინა ბობღაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. არ არის სრული შემოდგომა, კიდე ყავს ჩვენ აქ თანამშრომლები? ქეთი გოგოჭური, ანალიტიკოსი. გამარჯობა, ანა ქობალია, კოლ-ცენტრის თანამშრომელი. გამარჯობა, ეკალო მინაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი. გამარჯობათ, კობა ჟორჟიკაშვილი, პროექტების თანაშემწე. მოგესალმებით, ნიკოლოზ მესხიშვილი, პროფესიული განათლების ოფიცერი. გიორგი, როგორც შემთხვევა, ეხლა გადავალ ფერმერებთან, წარმოვაჩენ გელოდებით ნინო გისმენთ ძალიან საინტერესო. რომელ სფეროში მოღვაწეობენ, იმიტომ რომ ნამდვილად რა ძალიან მნიშვნელოვანი არის, უფრო მეტი აქტიური ქალია და განსაკუთრებით მეღვინეობაში. ბექა გონაშვილს მე მგონი ყველა ვიცით, მაგრამ მაინც ბექასგან დავიწყებ, რომ ყველამ თავისი სახელი და გვარი თქვას. ბექა გონაშვილი, მეცხოველეობა, ფერმერთა მომსახურება, გასაშევი. ჯემალ ხატიაშვილი, ღვინისა და ყველის წარმოება. თამარ გელიანი, მეღვინეობა, მევენახეობა. კოდუა სოფო, მეთხილეობა, სილოსის წარმოება. აია ყუაძე, მეღვინეობა. კოდავ თოფსაშვილი, მცირე საოჯახო მეურნეობა მთაში. ბექა ახლოური, მევენახეობა. ანა ბუკია, ჩირის წარმოება. შოთა ლაგაზიძე, მეღვინეობა და ასევე აგროტურისტული მეურნეობების გაერთიანების დამფუძნებელი. აპუნა კოხტაშვილი, სათევზო მეურნეობა. თამთა მამულაიძე, ჯერჯერობით მეფრინველეობა. ხედავ ჯერჯერობითო, იმედი მაქვს, რომ თავის ფერმერულ მეურნეობას თითოეული მათგანი გააფართოვებს და 2017 წელს უკვე ახალი ფერმერული, ესე ვთქვათ, კომპლექსით წავდგებით თქვენ წინაშე. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ჩემს კოლეგას, მეგობარს, პარტნიორს, წამყვანს, თანაწამყვანს, არ ვიცი რა ეპიტეტით შევამოყო ადამიანი, რომელმაც საშუალება მოგცა, რომ მართლა ჩვენი დროის გმირები გაეცნო საზოგადოებას სახელებით და გვარებით და საკუთარი საქმიანობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო იქნება, რომელიც დარჩება არა იმისთვის, რომ უბრალოდ ტელევიზიას კონდეს თავისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული, ანუ არქივის თემა, არამედ ადამიანები მართლაც უნდა იცნობდნენ თავისი დროის გმირებს და მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ამ ადამიანების დიდ უმრავლესობას პირადად ვიცნობ სწორედ ნინო ზამბახიძის დამსახურებით, რომელიც მთელი ამ სეზონის განმავლობაში, სატელევიზიო სეზონის განმავლობაში ჩვენთან ერთად შრომობდა და წარგვიდგინა თავისი კოლეგები. ნახეთ რა მაგარი ჩართვა მისცა. გადაარწმუნებულა მომავალში კიდევ უფრო გააფართოვებს აი ესეთი მაგარი წამყვანები, ფერმერები, ახალგაზრდები, პარტნიორები და საერთოდ ყველანაირი ადამიანები გვყავს და მე განსაკუთრებით მინდა დავაანონსო წინასწარ და ამ სიტყვებს რა თქმა უნდა ესტაფეტას ჩამომართმევს ანა ლაპიაშვილი, რომ ჩვენი ყველაზე მაგარი პარტნიორების წარდგენის დროც დგება წლის ბოლოსთვის და ხა ცოტა მეც უკვე იტყვის ანა ლაპიაშვილი. და